მოგესალმებით, ეს Tech Inform-ია, გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოურდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. ბოლო დროს ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიებთან ერთად ჩინური ტექნოლოგიური გიგანტებიც მოუძლავდნენ. Xiaomi შემდეგ კიდევ ერთი ავტომობილი Huawei-მ შექმნა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები Rolls-Royce-ის, Bentley-ის და Maybach-ის პირდაპირი კონკურენტია. დღევანდელ Tech Inform-ში მოგიყვებით თუ რას წარმოადგენს Huawei Maestro S800. ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების ავტომობილო ინდუსტრიის ათვისებას განაგრძობენ. ტენდენციას, რომელიც საშუალო და მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სმარტფონების მწარმოებელმა Xiaomi-მ დაიწყო, ამიერიდან Huawei-ს შეუერთდა, რომელმაც კონკურენტებად არც მეტი არც ნაკლები Rolls-Royce Spectre, Mercedes Maybach EQS და BMW i7 შეარჩია. თავად ეს მიდგომა ჭკვიანურია, რადგან სამყაროში, სადაც კომპანიები და მომხმარებლები ელექტრომობილებს სულ უფრო ხშირად უარობენ, Rolls-Royce-მა, Maybach-მა, Bentley-მ და მსგავსმა ბრენდებმა მოწინავე პოზიციების შენარჩუნება მაინც მოახერხეს. ვიზუალურად Huawei Maestro S800 მისი პირდაპირი კონკურენტების ნაზავია. პროფილით ჩინური ავტომობილი Rolls-Royce Spectre-ის და Ghost-ის ნაზავს მოგვაგონებს, რომელსაც ის არც ზომებით ჩამორჩება. Maestro S800-ის სიგრძე 5.5 მეტრია, სიგანეში კი ავტომობილი 2 მეტრია. ორფერში გადაწყვეტილი კორპუსით და თვლების დიზაინით Maestro S800 გერმანული Maybach-ის ასლია, ხოლო ინტერიერში ისევე როგორც მაშუკებთან Rolls-Royce-ისთვის დამახასიათებელ ღამის ცას ხვდებით. მოლოდინის მიუხედავად ჩინური ავტომობილის ცხვირი და მაშუკები ასევე Rolls-Royce-ის ელექტრომობილს მოგვაგონებს, მაგრამ რომაული პანთეონის შთაგონებულ ცხაურას ვერსად ხვდებით. Huawei-ის უახლესი პრემიული ელექტრომობილი ორი კომპლექტაციით გამოდის. სტანდარტულ Maestro S800-ში 625 კილოვატის ჯამური სიმძლავრის 3 ელექტროდულ მოტორს ხვდებით, რომელთა დახმარებით მანქანა 852 ცხენის ძალას ავითარებს და 280-მდე კილომეტრს გადის. Maestro S800-ის გაძლიერებული ვერსია ჰიბრიდულია, ხოლო ავტომობილში 2 მოტორს და 1.5 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავს ხედავთ, რომელთა დახმარებით ავტომობილი 667 ცხენის ძალას ავითარებს. ჰიბრიდული Maestro S800-ის ელემენტი 10-დან 80%-მდე სულ რაღაც 10 წუთში იმუხდება, რომლის დახმარებით ავტომობილი მაქსიმუმ 370 კილომეტრს გადის. Maestro S800 ორი ჩინური გიგანტის Huawei-ის და JAC-ის ერთობლივი პროექტია. ავტომწარმოებელმა მანქანის შასი შექმნა, როცა Huawei-მ ტექნოლოგიებზე იზრუნა. შედეგად 32 სენსორით აღჭურვილი ავტომობილი მივიღეთ, რომელთა დახმარებით ბორტ კომპიუტერი გზის ტრაექტორიას, ასფალტის საფარის ხარისხს და მდგომარეობას, ამიდის სულებას და გზაზე არსებულ დაბრკოლებებს აანალიზებს, რათა მძღოლს მართვის საუკეთესო გამოცდილებამ გზავრს კი იდეალური სიჩუმე და სრულყოფილი კომფორტი შესთავაზოს. როგორც Huawei-ში ამბობენ, დაგიდების სისტემა ტექნოლოგიურად იმდენად დახვეწილია, რომ ის უბრალოდ უკონკურენტოა. Huawei Maestro S800 ჩინეთის ბაზრისთვის შეიქმნა, სადაც ულტრაპრემიული პროდუქტები, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილები განსაკუთრებით უყვართ. თუკი ადრე ჩინური ავტომობილები სანდოობით, ხარისხით და ტექნოლოგიურობით არ გამოირჩეოდნენ და ჩინელები იმპორტულ ავტომობილებს, მათ შორის Rolls-Royce-ის, BMW-ის და Mercedes-Benz-ის ბრენდის ავტომობილებს ხილულობდნენ, დღეს ამას ნამდვილად ვეღარ ვიტყვით და უახლესი Huawei Maestro S800 ამ ტენდენციის ნათელი მაგალითია. ჩინეთის ბაზარზე მანქანა მაისიდან გამოჩნდება და მისი ფასი სავარაუდოდ $140,000-დან დაიწყება. ბრიტანული Land Rover Defender-ი ერთ-ერთი საუკეთესო ოფროუდერია, რომელსაც გზებზე ოდესმე გაუვლია, მაგრამ სიამოვნება, რომელიც მას მოაქვს, საკმაოდ ძვირია და რამდენიმე $10,000 ღირს. თუმცა Defender-ი, რომელსაც ბრიტანული კომპანია ამჟამად უშვებს, არ არის ის ტრადიციული ავტომობილი, რომელიც აქამდე გამოდიოდა. აი, სწორედ იმ ძველი Defender-ის გაუქმებას უკავშირდება ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის Sir Jim Ratcliffe-ის ავტომობილის Ineos Grenadieris შექმნა, რომელიც სწორედაც რომ კლასიკური Defender-ის იდეოლოგიურ გამგრძელებლად შეიქმნა. დღევანდელ Tech Inform-ში სწორედ ამ ავტომობილს გაგაცნობ და მის შექმნის ისტორიას წარმოგიდგენთ. Land Rover Defender-ი ბრიტანელებისთვის საკულტო მანქანაა, რომელიც ყველგანმავლების კატეგორიის ეტალონად ითვლება. წლების განმავლობაში Defender-ის დიზაინი და შინაარსი თითქმის უცვლელი იყო. ის სამხედრო დიზაინის, მინიმალისტური გამძლე და კომპეტენტური ოფროუდერი იყო, რომელსაც უგზოობის მოყვარულები დაბრკოლებების გადასალახავად ყიდულობდნენ. 2017 წელს ყველაფერი შეიცვალა. ბრიტანული წარმოშობის ბრენდმა საფირმო მოდელის დიზაინის რადიკალურად შეცვლა და ახალი თაობის Defender-ის გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც თანამედროვეობაზე, კომფორტზე და ინოვაციურობაზე იყო კონცენტრირებული. ობიექტური თვალსაზრისით ახალი მოდელი წინათაობას ყველაფრით სჯობდა და არც off-road შესაძლებლობებით ჩამოუვარდებოდა მას. თუმცა ახალმა დიზაინმა Defender-ის ენთუზიასტების იმედგაცრუება გამოიწვია, რადგან ეს ადამიანები კონსერვატიული მიდრეკილებებით და ორიგინალური დიზაინის მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდნენ. Defender-ის იმედგაცრუებულ მომხმარებლებს შორის არაერთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყო, მათ შორის მილიარდერი ბრიტანელი მეწარმე Jim Ratcliffe
რედკლიფი, რომელიც ქვეყანაში არსებული უმსხვილესი ქიმიური საწარმოს ინეოსის მფლობელია. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც რედკლიფი თავის მეგობრებთან ერთად ლონდონში პაბ The Grenadier-ში იმყოფებოდა, ის საინტერესო განხილვა დისკუსიაში ჩაერთო, რაც ახალ Defenders უკავშირდებოდა. მაგიტასთან მსხდომები თანხმდებოდნენ, რომ ძველი დიზაინი გაცილებით უფრო ელეგანტური და კლასიკური იყო, ვიდრე ახალი. აი, სწორედ აქედან გაჩნდა ახალი ავტომობილის შექმნის იდეა, რომელიც დიზაინით კლასიკურ Defenders დაემსგავსებოდა, თუმცა ის Land Rover-ზე გამძლე, ძლავრი, კომპეტენტური და სრულყოფილი იქნებოდა. მილიარდერმა მეწარმემ იდეა მალევე აქცია რეალობად და სამყარომ Ineos Grenadier-ი იხილა, რომელიც Defender-ის კლასიკური რეცეპტის ახლებური ინტერპრეტაციაა. Grenadier-ის დიზაინი ფუნქციურობას და გამძლეობას ემყარება. მანქანას კუბისებური, უტილიტარული დიზაინი აქვს, რაც ძველ Defenders და Mercedes-Benz G-Class მოგვაგონებს. Grenadier-ს რამდენიმე მახასიათებელი გამოარჩევს. მათ შორისაა ჩარჩოზე დამონტაჟებული კორპუსი მაქსიმალური გამძლეობისათვის. ხისტი გაუჭრელი ხიდები უგზოობაში უკეთესი მანევრირებისთვის. მუდმივი 4x4 წამყვანი სისტემა. წინა და უკანა დიფერენციალების ბლოკირება რთულ რელიეფზე გასასვლელად. მაღალი კლირენსი და მოკლე გადაკიდებები უგზოობის პირობებში უკეთესი წარმადობისათვის. ასევე მარტივი და ფუნქციური ინტერიერი, ფიზიკური ღილაკებით და ადვილად გასაწმენდი მასალებით. Grenadier-ის ინტერიერი აერთიანებს კლასიკურ მექანიკურ დიზაინსა და თანამედროვე ტექნოლოგიას. კონსოლზე განლაგებული საავიაციო ინდუსტრიისაგან შთაგონებული ღილაკები და 12.3 დიუმიანი ეკრანი უზრუნველყოფს მარტივ და ფუნქციურ გამოყენებას. Recaro-ს სავარძლები გრძელვადიანი კომფორტისთვისაა შექმნილი, ხოლო ინტერიერის მასალები გამძლეა და მარტივად მოსავლელი. რაც შეეხება სიმძლავრეს, Grenadier-ი გერმანული BMW-ს წარმოების 3 ლიტრიანი ბენზინის და დიზელის ზრავებით აღჭურვილი, რომელთაც ZF-ის ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ტანდემში უწევთ მუშაობა. ამ აგრეგატების დახმარებით ავტომობილის გაწევა 450-დან 550 ნიუტონ-მეტრს აღწევს, რაც საკმარისზე მეტია უგზოობის დასაძლევად. ექსპერტების შეფასებით Grenadier-ი ენთუზიასტებისათვის შექმნილი ყველგამავალია, რომელიც იდეალურ ბალანსს იჭერს თანამედროვეობასა და კლასიკურობას შორის. ავტომობილი იმდენად გამძლე, პრაქტიკული და მარტივი სტრუქტურისაა, რომ ის პროფესიონალი ოფროუდერების მოწონებასაც იმსახურებს. Grenadier-ის ფასი დაახლოებით $72,000-დან იწყება, რაც ამ კატეგორიის ავტომობილისთვის იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მისი მთავარი კონკურენტიც, Land Rover Defender-იც პრემიუმ კლასს მიეკუთვნება, ამიტომ გასაკვირი არაფერია. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Ineos Grenadier-ი საინტერესო პროექტია, რომლის წარმატება ამტკიცებს, რომ ყველაფრის შეცვლა არ არის საჭირო და რაც მუშაობს, მას შეკეთება არ სჭირდება, რაც ბრიტანული კონსერვატიული იდეოლოგიის ფუნდამენტია. საავტომობილო სარბოლო ინდუსტრიაში Ferrari-ს კონკურენტი არ ხავს. Formula 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გრან-პრი სწორედ იტალიურ საჯინიბოს აქვს მოგებული. სწორედ ამიტომ ყველა პილოტის თუ დამწყები მრბოლელის ოცნება Ferrari საჭესთან ყოფნა, რაც უდიდეს პრესტიჟთან და აღიარებასთან ასოცირდება. წლების განმავლობაში ყალყზე შემდგარი ულაყის გაჭენების სურვილი ლუის ჰამილტონსაც ჰქონდა, რომელიც ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პილოტია. ბრიტანელმა ათლეტმა თავისი კარიერის განმავლობაში თითქმის ყველაფერი შეძლო, რისი მიღწევაც Formula 1-ში საერთოდაც შეიძლებოდა. თუმცა მას ერთი ოცნება აუხდენელი რჩებოდა, რაც წითელი კოსტიუმის მორგება იყო. Formula 1-ის ფანებისთვის საბედნიეროდ 2025 წელს ჰამილტონმა Mercedes-დან Ferrari-ში გადაინაცვლა, რაც საუკუნის ტრანსფერად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მხოლოდ ამ ერთი ცვლილებით შეიძლება ითქვას, რომ სპორტის მიმართ იმ ადამიანებსაც კი გაუჩნდათ ინტერესი, რომელთაც აქამდე ცხოვრებაში ერთი რბოლაც კი არ უნახავთ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგზელოთ, სარბოლო სეზონის გახსნა გვიახლოვდება, ჰამილტონი კი ისტორიის ხელახლა დასაწერად და ახალი რეკორდების დასამხობად ემზადება. სწორედ ამიტომ Tech Inform-ში დღეს ჰამილტონის პირველ ინტერვიუს გთავაზობთ, რომელშიც ის Ferrari-ს მხედრის როლშია. ცხოვრებაში სულ რამდენიმე განსაკუთრებული პირველი მომენტია. მართლა მეგონა, რომ ყველა პირველი უკვე გამოვცადე და აღარაფერი იქნებოდა ახალი. ამ მომენტისთვის თვეების განმავლობაში ვემზადებოდი და ლოდინი უსასრულოდ მეჩვენებოდა. ცხოვრებაში სულ რამდენიმე განსაკუთრებული პირველი მომენტია. მართლა მეგონა, რომ ყველა პირველი უკვე გამოვცადე და აღარაფერი იქნებოდა ახალი. როდესაც გუნდს შევხვდი, გაუცებული დავრჩი მათი მიღებით და თავდადებით. პოლებში მრავალი წელი გავატარე და Ferrari-ს მხოლოდ მცირე ნაწილი მინახავს. სარბოლო გუნდი.
ყოველთვის ვიცოდი, რომ კულისებში გაცილებით დიდი გუნდი იყო. და როცა ამას ახლოდან ხედავ, მასშტაბი ნამდვილად შთამბეჭდავია. ბოლის კვირას დაახლოებით 100 ადამიანი ჩანს, რომლებიც თავიანთ საქმეს მთელი გულით აკეთებენ, მაგრამ ამ ხალხის უკან კიდევ ათასობით პროფესიონალია, რომლებიც მანქანებზე და მთლიანად გუნდზე შრომობენ. კარგად ვიცი, რომ ცხოვრებაში ბევრი პირველია. პირველი კოცნა, პირველი პაემანი. პირველი დღე სკოლაში და სამსახურში. მართლა მეგონა, რომ ყველა პირველი გამოვიარე და აღარაფერი იქნებოდა ახალი. მაგრამ იმდენი ხანია ვასპარეზობ, გამიკვირდა როგორ მიყვარს ჩემი საქმე, როგორი ახალი იყო ის. იმ დროს, როცა ფორმა მოვირგე და ბოლიდში ჩავჯექი, ეს იყო ზუსტად ის შეგრძნება, რაც პირველად 21 წლის ასაკში ფორმულა 1-ის მანქანის მართვისას განვიცადე. ეს 20 წლის წინ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი განსხვავებულია, რადგან ყოველთვის ფიქრობდი თუ როგორ იქნებოდა ფერარის მანქანაში ჯდომა, როცა გარშემო ყველაფერი წითელია. ამ დღეს დიდი ხანი ველოდი და აი როცა ძრავი ჩავრთე, ეს იყო ახალი, ჯერ გამოუკლებელი მოგზაურობა. ყველაზე ამაღელვებელი რამ, რაც ჩემ ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა. ვიცოდი, რომ ტრიბუნებზე ტიფოსები უნდა დამენახა. კითხულობდი, სადაა ხიდი, რომელზედაც ყველა ლაპარაკობს და შემდეგ პირველ მოსახლეობთან იქ იყვნენ. საოცარი და ამაღელვებელი სანახაობა იყო, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ბოლიდის ტრასაზე შენარჩუნება იყო. ის არ გავს არც ერთ ავტომობილს, რომელიც ოდესმე მყოლია. არც ბოლო 10, 12 ან 17 წლის განმავლობაში ნატარებ ავტომობილს. ის უნიკალურია. ფერარის ძრავის ვიბრაცია პირველად რომ შევიგრძენი, იყო წამი, რომელმაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი ღიმილი მომგვარა. ყოველთვის ვადევნებდი თვალს ფერარის წითელში გამოწყობილ ლეგენდარულ მრბოლელებს და ვფიქრობდი, მომიხდებოდა თუ არა ის მე. ახლა კი ამ სიმბოლოს ტარება უდიდესი პატივი. ამ მემკვიდრეობის ნაწილად გახდა მაგის საოცარი გრძნობა. იმედი მაქვს, ბოლიც ღირსეულად და გემოვნებით გავატარებ. საქართველოს ჭეშმარიტად საავტომობილო ქვეყანაა, რომელმაც არაერთი კარგი ავტომრბოლელი აღზარდა. ცოტა ხნის წინ ამაში კიდევ ერთხელ დავწუნდით, როცა ავტომრბოლელებმა დათა ქაჯაიამ და სანდრო თავარდქილაძემ ევრონასკარის 2025 წლის წინა სასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. ტესტები იტალიაში კრემონას სარბოლო ტრასაზე შედგა, ხოლო რბოლის დეტალებს და განცდებს დღევანდელ ტექინფორმში სწორედ დათა ქაჯაიასგან შევიტყობთ. დათა, სალამი. დიდი მადლობა შენი დროისთვის. პირველ რიგში გილოცავ, დისტანციურად სანდროსაც ულოცავ. ძალიან დიდი მიღწევა საქართველოს საავტომობილო სპორტისთვის. მოკლედ, F1 ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მეტნაკლებად იცის ხალხმა, მაგრამ NASCAR-ი, მით უმეტეს ევრონასკარი ალბათ არ არის ისეთი პოპულარული, როგორც პირობითად ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომაც პირველ კითხვად მინდა გთხოვო, რომ აგვიხსნა რა გამოცდილება იყო ის და რა სპორტთან გვაქვს საქმე. რადიკალურად განსხვავებული გამოცდილება იყო, იმიტომ რომ რა სერიებშიც მე მირბოლია, ანუ ეს ავტომობილი რადიკალურად განსხვავდება მართვის სტილით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, NASCAR-ის ავტომობილი არის შექმნილი ამერიკაში და წრიული ოვალის ავტოდრომებისთვის არის შექმნილი, ხოლო ევროპაში იგივე ავტომობილებს ატარებენ ჩვეულებრივ სხვადასხვა სირთულის სარბოლო ტრასებზე, სადაც მაგალითად ფორმულა 1 ტარდება, იგივე ტრასებზე არის ამ NASCAR-ში ევროპის ჩემპიონატიც. ზუსტად ამის გამო, რახან ის ოვალისთვის არის შექმნილი და დადის ჩვეულებრივ ავტოდრომზე, შეგრძნებებით არის რადიკალურად განსხვავებული, თავისებური სატარებელი ავტომობილია, კიდევ თანამედროვე ავტომობილებთან განსხვავებით ის აქვს, რომ არანაირი დამხმარე სისტემა არ უყენია, არ აქვს ეგრეთ წოდებული ABS-ი, არ აქვს მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, უყენია ძალიან განიერი და მაღალი საბურავები, რაც სხვანაირ შეგრძნებას აძლევს მანქანის მართვას. ამიტომ რაღაცა უცნაური და ახალი და რაღაც ისეთი გამოცდილება იყო, რითაც ნასიამოვნები დავრჩი, იმიტომ რომ უკვე ამდენი წელი დამიგროვდა გამოცდილება ავტოსპორტში და კიდევ ახალი რაღაცეები რომ იწევს, უფრო საინტერესო და სასიამოვნოა.
რათა როგორც შენ აღნიშნე, ეს იყო ახალი გამოცდილება მათ შორის შენთვისაც, ვინაიდან NASCAR-ის ავტომობილები საქართველოში მე მგონი ფაქტობრივად არ არის, მისი გატესტვის საშუალება ამ მმართველები ნამდვილად არ გექნებოდა ცხოვრების განმავლობაში, ამიტომაც ჩემი შეკითხვა მიემართება მომზადების პროცესს, როგორ მოახერხე მომზადება პირველ რიგში ამ ავტომობილის, ასე ვთქვათ, გახედნისათვის და შემდეგ უკვე როგორ მოახერხე იმ შედეგის დაფიქსირება, რომელიც დაფიქსირდა საკვალიფიკაციო პერიოდში. ასევე მაინტერესებს თავად მომზადების პროცესი როგორია ახალ ავტომობილთან გაცნობისას, გეძლება თუ არა მაგალითად სატესტო წრეებზე გასვლის უფლება და არის თუ არა მაგალითად იგივე ავტომობილის მოუდი ხელმისაწვდომი სხვადასხვა სარბოლოო სიმულატორებში, მაგალითად Assetto Corsa-ში, რომელსაც როგორც ვიცი, შენც და სხვა პილოტებიც იყენებენ. კი, სიმართლე გითხრათ, აი ამ ტესტისთვის ახლა რეალურად ტესტი არის იმისთვის, რომ მოვემზადო სარბოლოო სეზონისთვის და ტესტზე მომზადებელი ჩავედი, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცოდი რა სახის მანქანა იქნებოდა, რომ აი სიმულატორშიც მაგალითად მე ვარ ჯიშა, იმიტომ რომ ბევრნაირია NASCAR-ის მანქანები და მერჩინა ჯერ რეალობაში გამეტესტა და მე მიმემართა სიმულატორისთვის. პირველად მომიწია შეხება მანქანასთან, რაც შეეხება სარბოლოო ტესტებს, სარბოლოო ტესტები შედგება ხოლმე სხვადასხვა სესიებისგან. ჩვენ გვქონდა დაახლოებით 3 20 წუთიანი გასვლა თითო პილოტს. მაგალითად ასე მიმდინარეობს ხოლმე ტესტი, პირველ 20 წუთს იყენებ რომ მიეჩვიო მანქანას, თქვათ გაიგო ლიმიტები კი, ზუსტად ასეა და შემდეგი 2 20 წუთიანი ტესტი გამოიყენო უკვე რომ შენი მაქსიმუმი დააფიქსირო ეს პარამეტრები გაიგო ზუსტად როგორ შეიძლება მოარგო მანქანას რომ სწრაფი იყო და უკვე ამას უთმობ ამ დანარჩენ 20 წუთიან სესიებს და კარგად გამოგვივიდა, მაგრამ ეს ჯერ არაფრის ისეთი თქმელი არ არის რომ რაღაცა ეს ნიშნავს იმას რომ აუცილებლად იქ ერთპიროვნული ლიდერები ვიქნებით. ტესტზე ყველა მაინც ვიცით რომ თავის სრულიად 100% პოტენციალს არ ამჟღავნებს, იმიტომ რომ ზოგი მალავს, ზოგი გუნდი მალავს თავის შესაძლებლობებს, რომ მერე გამოიყენოს რბოლის დროს, მაგრამ ეს ნიშნავდა იმას, რომ თავისუფლად ვიქნებით კონკურენტუნარიანები, შეგვიძლია ბრძოლა პოდიუმისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენც ამისთვის ვიბრძოლებთ და ვნახოთ როგორ გაიმართება სეზონი და რაც შეეხება სეზონის დაწყებას, პირველი ეტაპი აპრილში იქნება, სულ 7 ეტაპისგან შედგება ეს ევროპის ჩემპიონატი. წეგან სიმულატორი ახსენდა ვიცით ახლა ზუსტად რანაირი მანქანით უნდა ვივარჯიშოთ სიმულატორში რომ მოვემზადოთ შეჯიბრისთვის. ეს სიმულატორი ერთ-ერთი რა თქმა უნდა არ არის რეალობასთან შეგრძნებებით, ასე ვთქვათ. სიმულატორით ჩვენ ვისწავლით კონკრეტულ ავტოდრომზე სამუხრუჭე წერტილებს, მოხვევის ადგილებს, ვთქვათ, საიდან უნდა დავიწყოთ მოხვევა, აჩქარების წერტილებს, მაგრამ შეგრძნებებით და აი ესე ბრაციები რაც აქვს ეს მაინც რეალურად უნდა განიცადო რომ იმ მანქანის თავისებურებებს ალღვაუღო და იყო ლიდერი, ასე ვთქვათ, კონკრეტულ კლასში. დათა უფრო დეტალურად მინდა კითხო მომდევნო სეზონის შესახებ, როგორც ახსენე, მიიღებ მონაწილეობა შენც და სანდროს, მაგრამ იქნებით სხვადასხვა კლასში. მოგვიყევი რა არის ძირითადი განსხვავება და რას უნდა ველოდოთ თქვენგან ამ სეზონში? ესე იგი, სეზონი შედგება 7 ეტაპისგან, ევროპის ჩემპიონატია, ეს NASCAR, ევრონასკარი ქვია, სახელით ასე ქვია, 7 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება, შედგება 2 კლასისგან, Pro და Open კლასი. სანდრო თავად კლასზე მიიღებს Open კლასში მონაწილეობას, მე მივიღებ Pro კლასში მონაწილეობას, ანუ ორივეს გვექნება შანსი, რომ ჩვენ კლასში მივახციოთ წარმატებას. რა თქმა უნდა, თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებითაც. და დავდოთ მაქსიმალური შედეგი. რავი, ძალიან ახლო ბრძოლებია ხოლმე NASCAR-ში, იმიტომ რომ გათანაბრებულია მაქსიმალურად ავტომობილები, სულ 4 ბრენდი იღებს მონაწილეობას, რახანეს დამხმარე სისტემები არ აქვს და გართულებული არ არის ელექტრონულად მანქანები, ეს იმის საშუალებას აძლევს გუნდებს, რომ მაქსიმალურად თანაბარი გახადონ ავტომობილები და ამიტომ არის თანაბარი ბრძოლები. ძალიან კონტაქტური შეჯიბრებებია, რადგან თანაბარი ბრძოლა სულ უწევთ ერთმანეთთან შეხლა-შემოხლა ავტომობილებს და ზუსტად ამიტომ ყურებადია უფრო და ბევრი ხალხი ესწრება, მაგრამ ამავდროულად ახლა თქვენთვის მაყურებლისთვის მაგალითად კარგია ეს მაყურებელი ყოველთვის, ხო, იმისთვის მოდის რომ ზღოლისთვის ძალიან ცუდია რომ შენ რაღაცა გამიზნული გაქვს, რაღაცა ქულა უნდა აიღო ყოველ შეჯიბრზე და რაღაცა ტექნიკური პრობლემა რო გაქვს, ან ვიღაცა რო დაგეჯახება და ამის გამო ქულებს კარგავ, ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს წლიურ შედეგზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ სუფთად და სუფთები და სწრაფები ვიყოთ რბოლაში
და მივახციოთ შედეგს, მაგრამ ავტოსპორტი ისეთი სპორტია, რომ წინასწარ ვერაფერს დაგეგმაო, ისეთი გაუთვალისწინებელი რაღაცები ხდება რბოლის დროს, რომ არ არსებობს, რომ აი ეს ვარიანტი წინასწარ ეფიქრო, ამიტომ ნახოთ იღბალიც გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ იღბალიც გვექნება რბოლების მანძილზე და ჩვენც კარგად გავუმკლავდებით ამ ნასკარის ჩემპიონატს. ხო, ჩვენერი გვაქვს შანსი რომ ორ კატეგორიაში, ორ კლასში გვყავდეს ჩემპიონი და მართლაც იმედი დავიტოვოთ რომ ეგრე იქნება. დაცა სანამ კიდევ ერთ საინტერესო თემას გადავალთ, მინდა რომ სანდროზე მოგვიყვა ორი სიტყვა, ახალგაზრდა მრბოლელია ის, რამდენად პერსპექტიულია და საერთოდ აი როგორი ტიპის მრბოლელია? რა თქმა უნდა, ძალიან პერსპექტიულია, კარგი ახალგაზრდაა, კარგი მრბოლელია. ბევრი ყავს საქართველოში ნიჭიერი მრბოლელები, კიდევ ბევრი ახალგაზრდები მოდიან. პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს, როგორც სანდროს, ასევე სხვა ახალგაზრდებსაც. ნახოთ, აი მთავარი არის ახლა ფართო ასპარეზზე ვიქნებით და ნახოთ შედეგებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით იქნება, ვთქვათ, პერსპექტივა და კარიერაც. თათა როგორც შენ აღნიშნე საქართველოში ბევრი ძალიან ახალგაზრდა პერსპექტიული ავტორბოლელია და კიდევ არის ბევრი ისეთი რომელიც დაინტერესებულია სფეროთი, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს და როგორც ვიცით, პირადად თქვენ გახსენით საგანმანათლებლო აკადემია, სადაც აძლევთ ადამიანებს საშუალებას იმისა, რომ თქვენგან მიიღონ პირადად ცოდნა, გამოცდილება და ისწავლონ ავტომობილის ტარება საბრძოლო რეჟიმში. მოდით უფრო დეტალურად მოვყვეთ ამ აკადემიის შესახებ, როგორი არის პირობები, რა ტიპის მომსახურებას იღებს ადამიანი, რომელიც ამ აკადემიას გაევლის და რისთვის იქნება ის მზად? შეიძლება თუ არა მას მაგალითად საქართველოში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა? კი, ძალიან კარგი კითხვა. აი ეს ბოლო პერიოდია გავხსენი, როგორც ინა დავადგი საშველი და მოთხოვნა დიდი ხანი იქნებოდა და მოთხოვნა დიდი ხანია იყო. უბრალოდ აი ეს ჩემი რბოლები რომ აქ სურთულია ხოლმე, რომ იმდენი დრო მჭირდება ჩემი თავისთვის, რომ რბოლებისთვის მომემზადო, ბევრი დრო აღარ მრჩება ხოლმე ასეთი რაღაცებისთვის, მაგრამ დავადგი საშველი, გავხსენი აკადემია. ეს აკადემია მოიცავს სწავლებას რუსთავის ავტოდრომზე. ეს არის უფრო უკვე ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ყავს ავტომობილი და უნდა განავითაროს თავისი სპორტული შესაძლებლობები ავტოდრომზე. ანუ ისწავლოს სპორტული ტარება. სპორტული ავტომობილი არ ნიშნავს იმას, რომ იმითი აუცილებლად კარგ შედეგს დადებს. შეიძლება კარგი მძღოლი იყო ქალაქში, მაგრამ საერთოდ განსხვავდება სპორტული ტარება. ზუსტად ეს არის იმისკენ მიმართული, რომ ზუსტი ტრაექტორიებით, ზუსტი მუხრუჭის წერტილებით, ექსტრემალურ სიტუაციაში სწორი რო არ დაიბნეს ადამიანი და სწორად გააკონტროლოს სიტუაცია, მანქანის მართვა ექსტრემალურ სიტუაციაში, მოცურებული მანქანის კონტროლი და ასე შემდეგ. ზუსტად ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ეხლა წელს ტარდება პირველად 7 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში წრიული რბოლები გვექნება. შეიქმნა BMW-ს კლასი, რასაც საქართველოს ავტომობილური სპორტის ფედერაცია აორგანიზებს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, იქნება დაახლოებით 25-26 მრბოლელი და იქნებიან ახალბედებიც, რა თქმა უნდა, ვისაც უყვარს ეს სპორტი და არ ქონდა საშუალება არასდროს რომ იმის შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა, ზუსტად ახლა შეიქმნა ისეთი ბიუჯეტური კლასი, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ კლასში მონაწილეობის მიღება და აი ეს აკადემია ასეთ ადამიანებსაც დაეხმარება, ვისაც უნდა აი ამ სარბოლო შეჯიბრში ამ BMW-ს კლასში მონაწილეობის მიღება, იქაც გამოჩინოს თავისი თავი და უკვე განავითაროს ეს უნარები და ირბოლოს ასე ვთქვათ, ნამდვილ შეჯიბრზე. ჩვენერი ამ ეტაპზე რა ავტომობილებით მოდიან ყველაზე ხშირად? უფრო Porsche, Ferrari, BMW თანამე M-ის ვერსიები, უფრო სპორტული ვერსიები, ეს აკადემიაც უფრო იქითკენ არის მიმართული, რომ რატო ეხლა სხვანაირად არ გამიგოს მაყურებელმა, მაგრამ ავტოდრომს აქვს ძალიან დიდი დატვირთვები, ანუ მანქანას აქვს ავტოდრომზე ძალიან დიდი დატვირთვები, რაც მოითხოვს მანქანის სპორტულად მომზადებას. ეხლა ჩვეულებრივი მანქანა არ არის მზად ავტოდრომისთვის და მას სჭირდება ბევრი თანხები, რომ დაახარჯო, რომ მოამზადო ისე, რომ გაუძლოს აი მაგალითად აკადემიაში ვარჯიშის და სამხელა დატვირთვებს. ზუსტად ეს M-ის მოდელები, BMW-ს M-ის მოდელები, Porsche, Ferrari და აი ასეთი მანქანები უძლებენ ქართულ მდგომარეობაში, ქართულად მზად არიან უკვე ამხელა დატვირთვებისთვის და მაგიტო ვატარებთ უფრო ასეთ მანქანაზე სწავლებას. აქვე ჩაგკითხები ხომ არაპირებ, პირობითად მომავალში კარტინგის ბავშვებიც აიყვანო, რომ უკვე ახალი თაობა აღზარდა. შეიძლება ასეც მოხდეს, ჯერ არ გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ ეხლა ისევ კარგი რაღაცა არის აი ამ ბავშვებისთვის, ვისაც
უნდა კარტინგით გაგრძელება. მეორე წელია უკვე საავტომობილო სპორტის ფედერაციას აქვს პროექტი გახდი მრბოლელი, სადაც 14-დან 17 წლის ბავშვებს შეუძლიათ გაიარონ ტესტები სამოყვარულო კარტინგებში და საუკეთესოებს ციფრს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ზუსტად აღარ მახსოვს, რამდენიმე საუკეთესო მრბოლელს აიყვანს ფედერაცია თავისი დაფინანსებით და მთელი სეზონი ატარებს ამ ჩემპიონატს და შემდეგ გამოვავლენს ნიჭიერ, აი მაგალითად შარშანდელ გამარჯვებულს წელს ფედერაციამ გადასცა BMW-ს მომზადებული მანქანა, რომლითაც მიიღებს მონაწილეობას ამ ჩემპიონატში და ამიტომ 14-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ იმიტომ რომ მოგეხსენებათ ავტოსპორტი ძალიან ძვირიანია და ეს არის პირველი ნაბიჯები კარტინგი, რომ აქედან დაიწყონ და შემდეგ განავითარონ თავისი უნარჩვევები და ვისაც დაინტერესება აქვს, შეუძლიათ სპორტის საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიმართონ და იგი დააკვალიანებენ ყველაფერზე. და ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ ერთი შეკითხვა, რომელიც მეც მაქვს და ალბათ ყველა ჩვენს მაყურებელს უკავშირდება ფორმულა 1-ის ახალ სეზონს. რომელ გუნდს გულშემატკივრობს? რა თქმა უნდა, საქართველოს საუკეთესო მრბოლელი ფერარი. ფერარი. წელს მოკლედ ყველანი ფერარის მხარეს იქნება და ალბათ ლუის ჰამილტონის ეფექტითაც. იმედია გვასახელებს. ჩვენი დავალოდოთ ფერარის სეზონს, F1-ის სეზონსაც დავალოდოთ ევრონასკარის სეზონსაც, სადაც უკვე ორი ავტომობილელი გიყოლება. დათა დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებები ჩვენს და სანდროსაც. ტექინფორმში დღეს ავტომობილელ დათა ქაჯაიას უმასპინძლეთ, რომელთანაც ევრონასკარის ბოლო ტესტებზე მიღწეული შედეგი და საქართველოში გახსნილი ავტოსკოლის ამბები მიმოვიხილეთ. აი ასეთი იყო დღევანდელი ტექინფორმი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლის ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემას შემოგთავაზებთ. მომავალ შეხვედრამდე.